დარეკიძიესთან. გააგრძელე რეკვე. რამით უკმაყოფილო ხარ? არა. ჩვენ ნელ-ნელა ვახორციელებთ ჩვენს გეგმას. მაგრამ ეს ისეთი რთულია, კამელ. არ ვიცი როგორ შევძლებ ამას. დღეისთვის ხმარა. სახლში წავიდეთ. არა, მე ჯერ არ დამემთავრებია საქმეები. ნერვიულობ. ახლა კარგად გავერთობი. ეს რა არის? გოლფის მოედანი. რა შეჭირდება სასტუმროს ეს? ან იქნებ შეჭირდება და მე არ მესმის. შენ ბევრი რამე არ გესმის ალი. უმისმინე, აჯობებს ამ ადგილზე სათამაშო დარბაზი ავაშენოთ. პარტნიორო, მოდი. ხედავ, ამ დრომდე ვმუშაობ. როგორ მიდის საქმეები? კარგად, მოდი. სწორედ ახლა ველაპარაკებოდი ჯენგის სათამაშო დარბაზზე. გავის გამები, მდიდრული ინტერიერი. ფულს ნიჩბებით მოვხვეთ. ეს მილიონჯერ აჯობებს შენი გოლფის მოედანს. აბა რა სიტყვი? შეიძლება დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, პარტნიორო, გისმენ. პირისპირ. თუ ეს შეუძლებელია. არა, რატომ არ შეუძლებელი? ალი გთხოვ ერთი წუთი დავტოვე. ოღონდ ახლა არ მითხრა რომ გადაიფიქრე. ვერ ნახე ალი რა გახარებულია. ჯენგიზ. მომისმინე. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. ჩემსავით კარგად არავინ იცნობს ამ ორ სამყაროს, ნუ ნერვიულობ. ეს პროექტი არ გავს კვიპროსისას. აქ მუდმივად სააშკაროზე ვიქნებით, აქ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს გააკონტროლებენ. ყველაფერი კანონიერად უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ საქმეს მე და შენ მივხედავდით. და კიდევ მინდა ერთ რამეში დარწმუნებული ვიყო. რაში? ყველაფერს, რაც აქ ამ სამყაროშია, აქვე დავტოვებთ. აქედან არაფერს არ წავიღებთ ახალ სამყაროში. რას? გარც, იერახს. ეს ცუდად დაგვახასიათებს. არ იქნება კარგი ახალი სამყაროს წინაშე უხეში და უღირსის სახით გამოჩენა. ანუ როგორიც ბატონო ალი. გადი. ალი გაუწონა სწორებელი ტიპია, მაგრამ გჭირდება. დარწმუნებული ვარ, შენ გჭირდება ჯენგის. მე არ მჭირდება. ნაბიჯვარი. შეიმედოგაცია. შემიძლია ვენდო. სამაგიეროდ მე არ შემიძლია. ნაბიჯვარო, რა თქმა უნდა არ მენდოვი. რატომ მებრაუჭები ასე? არის რამე რაც არ ვიცი? რამე საიდუმლო გაკავშირებ? არა. მაგრამ ის გარეშე არაფერი გამოაესა. ეს კაცი გჭირდება. ოჩახს მო. მიიღე იდიოტო. მიიღე? ეს შენი ბოლო სიტყვაა ჯენგის? მე მეგონა ერთად ვიმუშავებდით. რა თქმა უნდა. ჩვენ ორნი უნდა ვიყოთ ჯენგის მის გარეშე. ალისთან კავშირი უნდა გაწყვიტო. მასთან მუშაობას მიჩვეული ხარ, მესმის რომ ეს რთული იქნება. შენ აბიჯვარო. მე და შენ ერთად დიდ სიმაღლეებს დავეპყრობთ. უნდა გავთავისუფლდეთ მისგან. ახალ სამყაროში ალის ადგილი არ არის. მართალი ხარ, მაგრამ ჯენგის მესმის შენი, მაგრამ მასთან მეგობრობა არ გჭირდება. ამას იმიტომ გეუბნები რომ სიკეთე მინდა შენთვის. თუ ალისთან ერთად რჩები, მაშინ უჩემოდ გააგრძელეთ. თუ მას ირჩევ, მითხარი. არ მინდა ტყუილად დავკარგო დრო.
თქვი რამე ჯენგიზ. ხმა მოიღე. თქვი რამე. ვერ გიცმევ. ასე იყოს. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. როგორ მიდის საქმე? ვიცი რასაც აპირებ. ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ კი ერთად ვართ ტუალეტში. იცინე. მე აღარ ვაპირებ თამაშის გაგრძელებას. ანუ ჩემს პროვოცირებას ვეღარ მოახერხებ. ვერაფერს დამიშავებ. აღარ ვარ თამაშში. შესანიშნავია. შენ არც არავის დაუპატიჟები ხარ. შენ რა ვერ მიხვდე? არაფერს არ მოგცემ. მართალი ხარ, არაფერს არ მომცემ, იმიტომ რომ არც არაფერი გაგაჩნია. ირჩევ ჩემი გეშინოდეს. მას ვისაც არაფერი გააჩნია და საკარგიც არაფერი აქვს. იცი ეს თუ არა? შენ არაფერი გაგაჩნია, მაგრამ დასაკარგი მაინც გაქვს რაღაცალი. შენთან ანგარიშის გასწორებას რომ ვაპირებდე, ალი, წაგართმევდი იმას, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის. ახლა შენი ეშინიათ. ახლა შენ გემორჩილებია. შენთან ანგარიშის გასწორება რომ მინდოდეს, შენს მარწუხებს წაგართმევდი. იმის გარეშე არაფერს წარმოადგენ. ერთადერთი რაც შეიძლება დაკარგო, პატივისცემაა. აღარავის ექნება შენი შიში, აღარავინ დაგემორჩილება. შენი ბედი არავის ააღელვებს. წარმოიდგინე რა უმწეო, სუსტი, უძლური იქნები. ამას პირდაპირ გეუბნები. ახლა იცი რა პერსპექტივაც გელოდება. ახლა უკვე იცი. მზად იყავი ყველაფრისთვის ალი. მაგრამ მე არ მაქვს შენთან ანგარიში გასასწორებელი, ასე რომ დამშვიდი. ვინ ხარ? რა იყო, ვერ ხედავ? მე ვარ ის, ვისაც ყველაფერი აქვს. მაგრამ არაფერი აქვს დასაკარგი.